الحمد لله الحمد لله الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله اللهم صل وسلم على سيدنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم إنما أموالكم وأولادكم فتنة والله عنده أجر عظيم صدق الله العظيم وقال رسول الله صلى الله عليه وسلم ما نخل والد ولدا أفضل من أدب حسن صدق رسول الله فيما قال أو كما قال დღევანდელი ჩვენი ხუთბის თემა ახალგაზრდობის ზნეობრივი აღზრდა. უზენაესმა ალლაჰმა ახალგაზრდობა დიდი წყალობის სახით უბოძა ადამიანს. ეს არის სიცოცხლის ის მადლიანი დრო, როცა სისხლი დუხს, გონება ცოდნისკენ ისწრაფვის და სხეული შრომისა და მსახურებისთვის მზადა. ახალგაზრდობაში ჩაიყრება ის საფუძველი, რაზეც მთელი ცხოვრება აიგება, ნდობა, პატივისცემა, მოთმინება, სამართლიანობა და ზნეობრივი პასუხისმგებლობა, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაზღვრავს მის არჩევას, გზასა და მიზანს. ახალგაზრდობა ერის გულისცემა და ხვალინდელი სულია. ისინი არიან ჩვენი იმედი, ჩვენი ძალა და ჩვენი ლოცვების მიზანი. დღეს ისინი სხედან ჩვენს გვერდით, ხვალ კი ჩვენს ადგილს დაიკავებენ. გახდებიან მშობლები, მასწავლებლები, ექიმები და წინამძღოლები, რომელთა ხელში ჩვენი საზოგადოების ბედი აღმოჩნდება. სწორედ მათ არჩევანზეა დამოკიდებული იქნება ხვალ წინსვლად უკუსვლა, სამართლიანობა თუ უსამართლობა. ამიტომ ახალგაზრდობის აღზრდა მხოლოდ ერთი ოჯახის საქმე არ არის. ესაა მთელი საზოგადოების წინაშე დაკისრებული მძიმე პასუხისმგებლობა. ძვირფასო მორწმუნეებო, დღეს ხშირად ვხედავთ ახალგაზრდობას, რომელიც სულიერად დაბნეულია, მათი გული სავსეა სიცერიებით, გონება დამღუპელი იდეებით, ამორალური გართობა, ნარკოტიკები, ალკოჰოლი, აზარტული თამაშები, ძალადობა და სიძულვილი ახალგაზრდობის სულს ანგრევს. მაგრამ მოდით სიმართლე ვთქვათ, ეს მხოლოდ მათი ბრალი როდია. ხშირად ჩვენ გამოვიჩინეთ გულგრილობა ან ვერ მოვახერხეთ მათთვის სწორი გზის ჩვენება. ვერ შაუნერგეთ გულებში რწმენა, ვერ შევაყვარეთ ყურანი და სათანადოდ ვერ გავაცანით შუამავლის სამაგალითო ცხოვრება. უზენაესი ალლაჰი ყურანში შეგვაგონებს, ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, დაიცავით თქვენი სულნი და თქვენი ოჯახი ცეცხლისგან, რომლის საწვავი ადამიანები და ყველია. სამყაროთათვის წყალობა წარმოგზავნილმა შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა კი ასე ბრძანა. თითოეული თქვენგანი მწყემსია და თავისი სამწყოს პასუხისმგებელი. ესე იგი, შვილების აღზრდა ამანათია,
რომლის წინაშეც თითოეული მშობელი, მასწავლებელი თუ საზოგადოება პასუხისმგებელი. ახალგაზრდები ჩვენი ეროვნული და სულიერი ფასეულობების მემკვიდრეები და მცველები არიან. მათზეა დამყარებული ჩვენი საზოგადოების ხასიათი და მომავალი. ამიტომ ახალგაზრდობა უნდა იზრდებოდეს მიზანდასახულობითა და შრომის მოყვარეობით, სამართლიანობისა და ზნეობრივი სიმტკიცის სულისკვეთებით. მათგან მოითხოვება სხვისი უფლებების დაცვა, უფროსების პატივისცემა და უმცროსებისადმი გულმოწყალება. ალლაჰის შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალემ ბრძანებს იმ ახალგაზრდას, რომელიც მოხუცებს პატივისცემს, ალლაჰი მოხუცებულობაში ისეთ ადამიანებს მიუჩენს, ვინც მას პატივს მიაგებენ. ძვირფასო მშობლებო, ახალგაზრდებს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მოსმენა, მზრუნველობა, ყურადღება, ნდობა და სიყვარული. შეცდომის დროს დალაპარაკება ყოველთვის ჯობს დასჯას, ხოლო პირადი მაგალითი კაცს სიტყვებს. მათ უნდა იგრძნონ, რომ ვაფასებთ, პატივსცემთ და გვერდში უდგავართ. ჩვენი ვალია გავიცვათ ისინი ამ პარტავნებისგან, სიცრუისგან, უსამართლობისგან, ბილდ სიტყვაობისგან, უფროსებისადმი უპატივცემულობისგან, ჰარამზე მიდრეკილებისგან, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისგან და მათი ძალა და შესაძლებლობები მიუმართოთ რწმენის, ცოდნისა და სიკეთის გზისკენ. შვილებისთვის განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ატარებს მშობლების ლოცვა. შუამავალი იბრაიმი ალლაჰმა დალოცოს ალლას ასე ევედრებოდა: ღმერთო ჩემო, ქმენ მეც და ჩემი შთამომავალნიც ლოცვის მართებულად აღსრულებენია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქონება და შვილები ამ ქვეყნიური გამოცდაა და საბოლოო მისაქციელი ალლაჰთან იქნება. უზენაესი ალლაჰი ვახსენებს, თქვენი ქონება და თქვენი შვილები ცდუნება მხოლოდ რამე თუ ალლაჰთანა დიადი საზღაური. ამ გამოცდის ღირსეულად ჩასაბარებლად ერთი გზა არსებობს: ახალგაზრდობის აღზრდა ისლამის საფუძველზე, ყურანსა და სუნნეთზე დაყრდნობით. თუ მათ გულებში ჩაუნერგავთ რწმენას, ზნეობასა და ცოდნას, ისინი გახდებიან ჩვენი საზოგადოების სიმტკიცე, ქვეყნის დამცველები და ნათელი მომავლის მშენებლები. ამიტომ ვიყოცათ, რომ მშობლები და ღირსეული მასწავლებლები, რათა ჩვენი ახალგაზრდობა გაიზარდოს სულიერად და ფიზიკურად სრულყოფილი. მათი წარმატება ხომ თითოეული ჩვენგანის წარმატებაა, რადგან ამ საქმეში ყველას უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია. შვილებს მატერიალურთან ერთად სულიერი და ზნეობრივი ღირებულებებიც უნდა დაუტოვოთ მემკვიდრეობად. ალლაჰის შუამავალი ბრძანებს: ვერც ერთი მშობელი საკუთარ შვილს კარგ ზნეობაზე უკეთეს მემკვიდრეობას